ტრენინგები მათთვის, ვისაც გარკვეული შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული, უსინათლოებისთვის და მცირედ მხედველებისთვის, 202 სპეცსკოლის ეზოში სივრცეში ორიენტაციის განსამვითრებელი სპეციალური სკვერი გაკეთდა. ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებები, წინაღობები, რომლებიც უსინათლოების გარეთ გამოსვლისთანავე ხდებათ, მათთვის პრობლემა აღარ უნდა იყოს. დათო აბრამიშვილიც შეეცადა თვალე ბახულს გაეარა ეს ბილიკი, ვნახოთ რეპორტაჟი. სამყაროს შეცნობას უსინათლოები საკმაოდ გვიან, 8 წლის ასაკიდან იწყებენ. სანამ ოჯახიდან გარე სივრცეში ინტეგრირდებიან, მათ ყოველთვის ყავთ გამცილებელი. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად სიარულისას თითოეული ბარიერი და დაბრკოლება ქალაქში მათ ტრამვის ფასად უჯდებათ. საზოგადოებაში ინტეგრაცია კი თითოეული უსინათლოსთვის აუცილებელია. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პირველად საქართველოში სივრცეში ორიენტაციის განსავითარებელი სპეციალური სკვერი შეიქმნა. მაგალითად, აქ არის სპეციალური ფეხით საგრძნობი, ანუ ტაქტილური ფეხის ტერფით შეუძლია უსინათლო ადამიანს მიხვდეს და ჩვენ ვასწავლოთ თუ რაზე დადის კონკრეტულად და ამით გარჩევა. აი აქ მაგალითად ხეზე მიხვდება ადამიანი, უსინათლო ადამიანი, რომ ეს არის ხის ფაქტურა. აგრეთვე არის მორების შემთხვევაში, აგრეთვე არის სილის შემთხვევაში და ასე შემდეგ. აი ეს ფოთლებიც არის დატოვებული სპეციალურად, რათა უსინათლო ადამიანს ესე ვთქვათ ხელი შეუშალოს მოძრაობაში, რადგან უკვე რეალურ ცხოვრებაში, როდესაც გავა ამ სკოლიდან, მას შეიძლება შეხვდეს ხეები, რომლებიც მას შეუშლის გადაადგილებაში ხელს. წინაღობები გზაზე, უსწორმასწორო ნიადაგი, ქვები, ჯებირები, ხეები და ეკლიანი ყვავილები. ხელოვნურად შექმნილი წინაღობები მომავალში უსინათლოებს სამყაროს ადრეულ ასაკში შესაცნობად დაეხმარება. უნიკალური კონცეფცია მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანთათვის ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყეს. პროექტ საქართველოში კი გია ჯვარშეიშვილი და ორგანიზაცია ვიმეგობროთ ახორციელებს. რეალურად ეს კავკასიაში არ გაკეთებულა პირველი შემთხვევა. ეს არის ყველაზე თანამედროვე მიდგომა უსინათლოებთან დაკავშირებით, რადგან უსინათლო ადამიანს, უსინათლო ბავშვს შეუძლია იმ გარემო პირობების სწავლა, რომელიც მერე შემდეგ შეიძლება შეხვდეს ცხოვრებაში. თბილისის 202 უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლაში სპეციალური სკვერი და ბარიერებით შექმნილი მოედანი პოლონელი ტიპლოსპეციალისტის მარიკ იაკუბოვსკის მიერ კეთდება. სანამ უსინათლოების სკვერში დამოუკიდებლად სიარულს დაიწყებენ, მათ სპეციალურად ჭირდებათ გამცილებელი, თორემ შესაძლოა სკვერში უყურადღებოთ უსინათლოების გაშვებამ გაცილებით დიდი პრობლემების შექმნას. ამისთვის ჩვენ სპეციალური ტრენინგები გვაქვს. პოლონური ფონდი არის უკვე 4 წელია საქართველოში მუშაობს, ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ბოლო პროექტი, რომელიც მათ განახორციელეს, იყო ინსტრუქტორების მომზადება, რომელიც ჩატარდა რამდენიმე ეტაპად. და ძალიან კარგია, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც კეთდება, თან თვითონ სკოლის პოპულარიზებასაც ძალიან შეუწყობს ხელს, რადგან შესაძლოა სხვა მშობლების დაფიქრდნენ, უსინათლო სხვა ბავშვების მშობლები და მოიყვანონ აქ სკოლაში მეტი ბავშვი. სკვერში დამხმარეთ სპეციალურად 12 ინსტრუქტორი გადამზადდა. იმისთვის, რომ სამყაროს აღქმაში უსინათლოებს დავეხმაროთ, თავდაპირველად ჩვენ თავად უნდა განვიცადოთ ყოველივე. სწორედ ესაა ინსტრუქტორების მთავარი მიზანი. სპეციალურ ტრენინგში ჩვენც ჩავებით. ტაქტილური შეხებისას მთავარი დატვირთვა ფეხის ტერფზე და ხმაზე მოდის, როცა მოძრაობისას მყარ ზედაპირს ეხები. აი ხარ აზეთ გახარ, როგორ ფიქრობ? ეხა ფიცარზე? ფიცარს, სწორია. აი აქ უკვე ვეღარ ხვდები რაზე დგავარ. კიდე ეცადე რომ გადააბიჯო და პროექტის დასრულება 2013 წელს იგეგმება. სკვერს კი სპეციალურად საქართველოს გეოგრაფიული რუკის ფორმა ექნება. თითოეულ მეტრზე გადაადგილებისას კი სპეციალური მანიშნებელი განთავსდება, სადაც ბრაილის შრიფტით დაწერილი საქართველოს ქალაქის სახელები იქნება. ეს უსინათლოებს საშუალებას მისცემს გეოგრაფიულად ზუსტად შეისწავლონ საქართველოს ნებისმიერი ქალაქი, მათი მდებარეობა და მისკენ სავალი მიმართულება.